დადგა დრო ვისწავლოთ და გავეცნოთ უკვე ფენების პანელს, layers, რომელიც ახალი წარმოდგენილი. თუმცა გაკვეთილის დაწყებამდე ტრადიციულად მოგიწოდეთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლებლობას გვასწრებს დავამატოთ უფრო მეტი საინტერესო სრულფასოვანი ქართულენოვანი კურსი. ჩვენ ძალიან ბევრ სიახლეს გვპირდებით, ბევრ საინტერესო კურსს გვპირდებით ჩვენი მხრიდან. თქვენ კი აქტიურეთ, უბრალოდ გამოიწერეთ და მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები და ჩვენი არხი. ახლა კი დავუბრუნდეთ გაკვეთილს. პანელის layers შესწავლას. რთულ გამოსახულებებთან მუშაობისას ილუსტრატორი დაგეხმარებათ შესანიშნავი ორგანიზებით. მას პანელი layers ეწოდება, ხედავთ აი ამ ფენებს. მოცემულ გაკვეთილში ჩვენ მას სრულად განვიხილავთ. თუ კი გამოტანილი არ გაქვთ პანელი layers, გამოიტანეთ ის მენიუდან window, ხედავთ მე ჩართული მაქვს და ჩაამაგრეთ აი აქ გამოსაჩენ ადგილას პანელებში. ამ პანელში შეგიძლიათ დაინახოთ ყველა ფენა დოკუმენტში. როდესაც პირველად ხსნით გამოსახულებებს ილუსტრატორში, გირჩევთ თავიდანვე გახსნათ პანელი layers და გადახედოთ მას. რა არის, რა შემადგენლობა აქვს, რა შედის და ასე შემდეგ. ის თქვენი დოკუმენტის შესანიშნავ რუქას წარმოადგენს, რადგან გიჩვენებთ რა სად იმყოფება და როგორ არის ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული. გადავხედოთ პანელის ყველა კომპონენტს. პანელის მარცხენა ნაწილში იმყოფება ხილვადობის რეგულატორი, ეს აიკონი, თვალის აიკონი. ეს ჩართვლის შესაძლებლობას გასძლევთ ჩართოთ და გამორთოთ ფენები. მაგალითად, მიმდინარე დოკუმენტში თუ კი მე დავაწყაფებ ფენაზე ფოტო, თვალის აიკონზე ის დროებით გაიგიშება. ანალოგიურად შემიძლია ყველა ფენის დროებით გათიშვა და ჩართვა. ხილვადობის აიკონის მარჯვნივ თქვენ დაინახავთ ფერად ღერძებს. აი ხედავთ, ფერადი ღერძებია განლაგებული, რომლებიც ფერს განეკუთვნება. ყოველ ახალ ფენას ილუსტრატორში გააჩნია საკუთარი ფერი. ეს ფერი შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერ დროს. ფერის მარჯვნიდან, მარჯვენა მხარეს უკვე, აი აქ, ფერის მარჯვნივ, მოცემულია ჩანართი, რომელიც გამოსახავს რა იმყოფება მიმდინარე ფენაზე. ანუ უბრალოდ ესე წკაპით გავშვით რა იმყოფება ამ ფენაში. თუ კი ის ძალიან პატარა ზომის არის, შეგიძლიათ შეცვალოთ პანელის layers მონაცემებში, ეს პანელი, რის შესახებაც მოგვიანებით მოგიყვებით. ჩანართის მარჯვნიდან მოცემულია ფენის სახელი უკვე კონკრეტულად, ну აი ეს სახელი, ხედავთ. მიუთითებლად ილუსტრატორი ფენებს საერთო სახელებს ანიჭებს, რომელთა შეცვლაც შეგვიძლია. ფენის სახელის შესვლა საკმაოდ მარტივია. შევქმნათ ახალი ფენა ქვედა მარჯვენა კუთხეში აიკონზე create new layer დაწყაპებით. ნუ ხედავთ აი შეიქმნა ახალი ფენა, რომელსაც layer 5 დაარქვა. ამის შემდეგ ორჯერ დავაწყაპოთ თაღვის მარცხენა ღილაკით ფენის სახელზე და შევცვალოთ სახელის ასურველი სახელით. ნუ მაგალითად new layer. ესე დავარქვათ ამ ფენას. მაგალითად მე მინდა გადავარქვა სახელი, ისევ ორჯერ დავაწყაპებ რა თქმა უნდა მასზე და შევიყვან თქვათ სახელს home button. ესეთ სახელს home button. ეს სახელი მინდა. ფენის მარჯვენა უკიდურეს მხარეს თქვენ დაინახავთ ინდიკატორს target. ნუ ესენი არის ტარგეტები. უხედავთ. ინდიკატორები ის გიჩვენებთ რა გაქვთ გამოყოფილი artboard-ზე. თუ კი რაიმეს მონიშნავთ, ავტომატურად გამოჩნდება ფერადი ინდიკატორი ფენის მარჯვნივ. ნუ მაგალითად რო ავიღოთ ახლა და ეს რო გამოვყოთ, ხედავთ, აი ფერადი ინდიკატორი გამოჩნდა აი აქ. ხო? პანელის layers ქვედა ნაწილში იმყოფება ინფორმაცია მიმდინარე დოკუმენტის შესახებ. ანუ რამდენი ფენაა მოცემული მასში. ნუ ვეუბნებაგერ 5 layers. აგრეთვე მოცემულია ღილაკი locate object-ი. აი აქ არის locate object-ი.
წარმოდგენილი ლუპის ნიშნით. თუკი თქვენ იცით, რომელი ობიექტი სჭირდებათ კონკრეტულად, დააწყაბეთ მასზე და ფენა, რომელთანაც მუშაობთ, გაიხსნება. ანუ უბრალოდ ვაწყაბებთ და იხსნება კონკრეტულად ის ფენა. თუ მაგალითად მე მინდა კონკრეტულად ეს ფენა, რომ აი აქ რო არ დავაწყაბო, კიდე რო არ დავაწყაბო, მე კიდე არ დავაწყაბო და ესე არ ვშალო. მოვნიშნავ ფენას, დავაწყობ locate და ეხლა გამოყოფილი ისა მაქვს და ამიტომ აკეთებს ამას. ბათანს ღილაკები მოვნიშნე ესე და დავაწყაბე locate და გამიხსნა კონკრეტულად ის ფენა, რომელთანაც მუშაობ, ანუ შიდა ფენა. ანუ ბევრი ვარ ვეძებო მე. ამისთვის არის ის. იმისათვის რომ შეკეცოთ ფენა და აწყაბეთ მთავარ სამკუთხედზე ფენის მარცხნივ და ის ავტომატურად იქნება შეკეცილი. აი აქ მთავარ სამკუთხედზე დავაწყებთ. აქვე მოთავსებულია ღილაკი Microlist Clipping Mask. ესეთი ღილაკია, მოდით რაიმე გამოვყოთ და აი აქ არის creating, ამასმე არ მაქვს გამოსახული, მაგრამ შემიძლია აი აქედან გამოვიძახო make creating-ი. ანუ შექმენი მასკა, ასე ვთქვათ, ნიღაბ. ჩვენ ჯერ არ განგვიხილავს ეს შესაძლებლობა, მაგრამ როდესაც განვიხილავთ, გასაგები გახდება თქვენთვის რას წარმოადგენს ეს ღილაკი. ღილაკი create new sublayer, რომელიც აი აქ არის წარმოდგენილი. აი ეგ არის Microlist-ი რეალურად. და create new sub layer ეს ღილაკი თუ თქვენ მუშაობთ ფენასთან და გსურთ ფენის შექმნა, მაშინ თქვენ დაგჭირდებათ ეს ფუნქცია. ანუ ფენაში რომ შექმნათ. ახალი ფენები აქაც შეგიძლიათ შექმნათ. თუ თქვენ გინდათ ფენის წაშლა, შეგიძლიათ გამოიყენოთ მონიშნოთ ფენა და გამოიყენოთ delete layer selection. თუ თქვენ გინდათ შეცვალოთ პანელის layers ქცევა, გადადით მენიუში და აირჩიეთ ბრძანება panel options პანელის მონაცემები. ხედავთ აი აქ წარმოდგენილია ყველა დაგენება. დაგენებების ფანჯარაში შეგიძლიათ ჩართოთ მხოლოდ ფენების ჩვენება, show layers only, ჩართოთ გამორთოთ ეს ბრძანება. აგრეთვე თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ფენის გამოსახულების ზომა, ანუ აი აქ როგორც გამოისახება. მაგალითად მინდა ავიღო large, დიდი. დავაწყობი OK-ს და ხედავთ გადიდებულად გამოჩნდა, ხო? გადავალ ესე panel option-ში. ასე შეგვიძლია ეს. შევცვალოთ. მოცემულ შემთხვევაში layer-ი დავაყენე. ჯგუფში thumbnails, რომელიც აი აქ არის წარმოდგენელი, შეგიძლიათ აირჩიოთ ჩანართები. შეგიძლიათ გამოსახოთ მხოლოდ top level, რომელიც აი აქ არის, top level only. Groups, ჯგუფები, რომლებიც ჩართულია ან object, ან ყველა ერთად ჩართოთ. დაწყებების შემდეგ თქვენ დაინახავთ, რომ ფენების გამოსახულებები გაიზარდა, ჩანართები უკვე ჩანს და უკვე ვხედავ რა იმყოფება თითოეულ ფენაზე. თუკი მე უფრო დიდი ზომა მინდა, დავაწყობი other, მაგალითად და შემიძლია აქ ვთქვა, რომ 40 პიქსელიანი მინდა ეს ყველაფერი და კიდე უფრო გაიზარდა. ანუ ეს თქვენზეა დამოკიდებული, როგორც გინდათ, ისე გაზარდეთ ფენა სიდიდეში. როგორც თქვენ უფრო გეადვილებათ მუშაობა. გაგვიძლიათ დასასრულს, გთხოვთ და შეგახსენებთ არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოიწერეთ კომენტარებში თქვენი ელექტრონული პოსტის მისამართი, თუ კი გსურთ გაგვეთილში გამოყენებული გრაფიკული მასალის მიღება და არ დაგავიწყდეთ ჩვენი ვიდეოების მოწონება, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.